მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ მინდა გამოვეხმაურო იმ ამბავს რა ამბავიც ახლა სირიაში ტრიალებს და იქ ტრიალებს ჯუჯუხეთი, ამას სხვა სახელის დარქმევა უბრალოდ არ შეიძლება, აი დედამიწაზე ჯუჯუხეთი რაც ტრიალებს და განსაკუთრებით ეს ყველაფერი მიმართული არის ალავიტების და ქრისტიანების მიმართ. ანუ გასაგები რო იყოს ხალხისთვის ახლა ვინ არიან ალავიტები, ეს არის ისლამის შიიტური განშტოების შტო, რომელსაც მათ შორის ქრისტიანული რელიგიიდანაც ბევრი რაღაცა აქვს შეთავსებული და მათ შორის ამ რელიგიურ ყველაზე მეტი ასე რომ ვთქვათ შემწყნარებლური დამოკიდებულებით არიან ცნობილები. ამიტომ იყო ბაშარ ასადი და მამამისი და ასადების ოჯახი იყვნენ ალავიტური შტო, დიქტატორი, სისხლისმსმელი, რასაც წერდნენ და ამბობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე და მის დროს სხვა შორის სირიაში არავის არ ეკრძალებოდა რელიგიური აღმსარებლობა, ისე ცნობისთვის ეს, მაგრამ ჩვენთან ასე იყო უკნიდან განათლებულების მხრიდან გამოყვანილი, რომ ასადი იყო სისხლისმსმელი, ესეთი და მოვიდა დემოკრატიული ძალები, რომელმა დემოკრატიულმა ძალებმა აუცილებლად უნდა გაანთავისუფლოს სირია ასადის დიქტატორობისგან და ასე შემდეგ და ეს მთელი სანაგვე, რომელიც ისმოდა მთელი ამ ხნის მანძილზე, ვიცი, ჩავიდნენ შიგ უკნიდან განათლებული ლიბერალისტები, ენა ბერბოკები და ესენი და შეუძრენ, რომ აბა თქვენ იცით და დემოკრატიამ გაიმარჯვა, აბა რუსეთი დამარცხდა სირიაში, გასვოთ რა ხელა ისტერიკა და ცივილკივილი იყო. და მეორე, ქრისტიანების მიმართ არის განსაკუთრებული ხოცვა-ჟლეტვა. თურქული, აზერბაიჯანული პრესა და ეს თურქული სამყაროს წარმომადგენლები ამას ყველაფერს სხვანაირად წარმოსახავენ, რომ თურმე ეს სამოქალაქო ომის გამოვლინება და თურმე რომ ეს რა ქვია არაფერ შუაში არ არის აქ ამ რელიგიური ნიშნით, მოკლედ, იმიტომ რომ რაც ხდება იქ, ყველაფერი ხდება თურქეთის ჩვენი მეგობარის სტრატეგიული მეგობარის და ძმის თურქეთის ხელდასმით, თურქეთის ხელდაფარებით და აი ეს არის კიდე როდესაც ვამბობდი რომ თურქეთი სულ ვამბობ ამას და გავიმეორებ. თურქეთი არის საქართველოს გენეტიკური მტერი, ისტორიული და გენეტიკური მტერი. გენეტიკური მტერი ქრისტიანობის. ამის ახსნა და ამის განმარტება რო დაჭირდება ქართველს საქართველოში, ის არის დებილი და ჩლუნგი, მაგრამ ეს დებილი და ჩლუნგი ამ ლიბერალისტულმა იდეოლოგიამ იმდენი გამოზარდა საქართველოში, არც გინდა ადამიანმა უკვე იფიქრო, რომ რა ეშველება ამ ქვეყანას ამდენი დებილი შემხედვარი და ხო გახსოვთ რამხელა ცივილკივილი იყო მიმართეს რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გააუქმდა ესეთი ამბები ნიკუტა გვარამიებმა და მელიებმა და ამათ. ძალიან დემოკრატიული ძალები მოვიდნენ სირიაში. რატო ვლაპარაკობ ამ ყველაფერს რა? მე არ ვარ არც რელიგიური ფანატიზმით დაავადებული ადამიანი. თუმცა უფლის მწამს და წმინდა წერილებში რაც წერია, ჯერა მისი და ამ ყველაფერს ეს ყველაფერი ჯერ კიდე ნაწილასწარმეტყველები იყო და სირია სხვათა შორის ქრისტიანობის ერთ-ერთი აკვანია, რო იცოდეს ზოგიერთმა ჩლუნგმა. და ეს არის ბიბლიაში ნახსენები ეგრეთ წოდებული ქანაანის ქვეყანას რო ეძახდნენ, ეს არის ეს ლივანტი და სირია და ესა და უდიდესი წმინდანი იოანე დამასკელი ზუსტად რო სირიიდან იყო. სხვათა შორის სირია იყო საქართველოსთან ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელ ქვეყანაშიც იყო დარჩენილი სოფელი, ისე როგორც საქართველოში, სადაც არამეულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ეს არის ენა, რომელზეც უფალი იესო ქრისტე საუბრობდა. ეს სოფელი არის სირიაში, უფრო სწორად შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყო
და ეს მეორე არის საქართველოში კასპიის რაიონი ქანდა, სოფელი ქანდა, სადაც არამეულ ენაზე არის საუბარი. სხვათა შორის ერთი რაღაცა მინდა აქ ხაზგასმით თქვა. როდესაც რუსეთი ჩაერთო ამ ომში სირიაში, მაშინ იყო ასეთი გამოთქმა, გავრცელებული ტერმინი, რომ რუსეთი სირიაში აწარმოებს რელიგიურ ომს. რელიგიური ომის სახით ჩაერთო, რომ ადგილობრივი ქრისტიანები დაიცვას. და ატყდა ეს მთელი ცინიზმი, ატყდა მთელი ეს რომელი რელიგია, რომელი ღმერთი მაგათ წამთ და როგორც ჩვევიათ რა, ეს რომელი დიდი ქრისტიანები არიან და ყოფილა თუ არ ყოფილა ასე. აი ელემენტარულს გეკითხებით ახლა. ყოფილა თუ არ ყოფილა ასე. აი ახლა 8000 ადამიანი შეფარებული არის რუსულ სამხედრო ბაზაზე იქ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ აი და რუსეთი ვაქოთ და ვადიდოთ. მე ვამბობ იმას, რომ მოვლენები როგორ ვითარდება. მოვლენები ვითარდება ისე, რომ ქრისტიანობის, ანუ ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანობა, რომელიც იყო თავმოყრილი ძირითადად სირიაში და ერაყში, ეს მთავრდება, ეს უნდა დამთავრდეს და სხვათა შორის ეს წინასწარმეტყველებაში არის ერთ-ერთი მინიშნება მეორედ მოსვლის წინა პერიოდთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი. არ ვიცი ახლა თუ ვინმეს აინტერესებს, დაჯდეს და წაიკითხოს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ჩვენთან ისეთი ქრისტიანები არიან, დიდი ჯულის კანონი რას წარმოადგენს, ის არ იცის. დიდი ჯულის კანონი, ახლა იმაზე რომ იოანეს გამოცხადებებზე და ამაზე რო არის საუბრო, დიდი ჯულის კანონი რა არის, რა ფუნქციის მატარებელია და რატო დგას ყველაზე და ყველაფერზე მაღლას ჯულის კანონი, ის არ იციან რევანდელმა ქრისტიანებმა, რო გითხო საქართველოს და ქრისტიანს უძახიან თავს. და რაღაცა თუ თქვი დიდი ჯულის კანონი და ეკლესიის და საპატრიარქოს მტერი ხარ. ამ დონის განათლებული ქრისტიანობა გვყავს ჩვენ. მოკლედ, საქმე იმაში არის, რომ ძალიან ცუდი ამბები ხდება იქ და ხდება განსაკუთრებით ქრისტიანების მიმართ, უნდა დამთავრდეს ქრისტიანული ახლო აღმოსავლეთი. და ეს არის ისტორიულად ქრისტიანობის მტერ თურქეთზე, ეს დიდი მისია. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ქალბატონო იმას იტყვიან, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებაო და ჩვენ დებილები ვართ ყველა და ჩლუნგები ვართ ყველა, რომ როდესაც ვხედავთ აგერ ინტერნეტში გავრცელებულ იმას რა ქვია ინფორმაციას, რომ გამოყავთ ქალები, ბავშვები და ხრეტენ. და ეს ხდება სახელმწიფოს სათავეში მყოფი ძალის მიერ. ხო, და ჩვენ დებილები ვართ, ჩვენ ყრუები ვართ, ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ, ჩვენ აფელი არ გვესმის. აი რა სიტყვიან ახლა, რა სიტყვიან ამას რუსთავი ორი როგორ იტყვის, თავარი როგორ იტყვის, Deutsche Welle როგორ გადმოცემს და BBC და ესენი როგორ გადმოცემენ, ეს დავარი, თუ არა ჩვენ ნორმალური ადამიანები რაღაცას რო ვხედავთ, ხო ეს არაფერია. ხო, რა თქმა უნდა, ახლა რა სიტყვიან აბა. რა სიტყვიან, იმიტომ რომ დასავლეთი მთელი ამ ხნის მანძილზე ვითომ და რო კითხო, რომ ქრისტიანული ევროპა და ქრისტიანული დასავლეთი და ქრისტიანული ღირებულებების ევროკავშირი. სადაა ქრისტიანული ღირებულებების ევროკავშირი? სადაა ქრისტიანული ღირებულებების ევროკავშირი? ეს ხო ის კონტინენტია და ის გაერთიანება არის, რომელიც ქრისტიანობის და დასაცავად ჯვაროსნულობებს აწყობდა და წმინდა მიწას ათავისუფლებდა და უამრავი სისხლი იღვრებოდა და ახლა როდესაც ამდენი უბედურება ხდება ახლო აღმოსავლეთში და რა აქვს მნიშვნელობა ეს პალესტინა იქნება, სხვათა შორის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას ადამიანი არა არწმენის არ უნდა იყოს, იგივე პალესტინაში რაც ხდებოდა, თუნდაც იგივე ღაზას სექტორში რაც ხდებოდა, ქალების და ბავშვების დახოცვა. ხო არ იყო მაშინ დასავლეთი, არსად კაცო ხო ჩუმად იყო. ახლა პირდაპირ ქრისტიანებს ხოცავენ და ევროპა ხო არის ქრისტიანული, დასავლეთი ხო არის ქრისტიანული და ეს ქრისტიანული დასავლეთი და ქრისტიანული ევროპა რატო უჭერდა მხარს იმ ძალას, რომელიც ძალაც ქრისტიანების დაუძინებელი მტერი იყო. მთელი ამ ხნის მანძილზე. ეს იქნებოდა შეიარაღება, ეს იქნებოდა ინსტრუქტორების გადაგზავნა, ეს იქნებოდა ხელშეწყობა, ყველანაირი მხარდაჭერა. და ხო დიდი დემოკრატიის გამარჯვება მოხდა სირიაში. ხო, აი ეს არის ის დასავლეთი, რომელიც დასავლეთისკენაც ასე კისრის ტეხით გარბიან.
სინამდვილეში დაუძინებელი მტერი ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის განსაკუთრებად, აი განსაკუთრებულად მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი, ამას არც მალავდა არასდროს ზიგმუნდ ბჟეზინსკი, ამბობდა პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა ჩვენი ყველაზე დაუძინებელი მტერია. ჩემ მოგონილი ხო არა ეგ სიტყვები? და ამას ახლა ზიან საქართველოში უყურებენ და ელემენტარულ განცხადებასაც ვერავინ ვერ აკეთებს. ელემენტარულ განცხადებას ამდენი ადამიანია დახოცილი, ამდენი ქალი, ბავშვი, უდანაშაულო ადამიანი და მიდის ეს ხოცვა-ჟლეტვა, ეს უბედურება ტრიალებს. და ამაზე ხმას არავინ არ იღებს. ხო, კი ბატონო, აი ესეთი დემოკრატია მოყავს საერთოდ დასავლეთს. დასავლეთს ყველგან მოყავს ესეთი დემოკრატია. დასავლეთმა მოიყვანა საქართველოში სააკაშვილი და ნაცები, როგორი ქრისტიანები იყვნენ და როგორი ქრისტიანული საქართველო ჰქონდა და როგორ ებრძოდნენ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას და ეკლესიას როგორ არბევდნენ და ეჯახებოდნენ მანქანით, ხო კარგად გვახსოვს. ესეთი ქრისტიანული ღირებულებების ძალა მოიყვანეს კიევში, უკრაინაში და პირველი რაც დაიწყეს ქრისტიანების აწიოკება კიევ-პეჩორის ლავრაში და უკრაინის გამოყოფა, რასკოლნიკების შეკრება და განადგურება ყველაფრის, ესეც ხოლში ევროპული უკნიდან განათლებული ხალხის ეს იყო რა ქვია ლიდერი და ზელენსკი და იმაში რო ვარდებოდით კრუნჩხვებში. აგერ მოათრიეს ეს წეულები იმაში რა ქვია სირიაში რადიკალი ისლამისტები და აი რას უკეთებენ ქრისტიანებს და ქრისტიანობას. ამ ხრიდან მაინც შეხედეთ ბიჭო, აი თუ ვინმეს მართლა რაღაცა შემორჩა. აი მან ნაცებს და ამათ არაფერი არ ეშველებათ. ამათ აღარაფერი აღარ ეშველებათ. ესენი არიან დაავადებული, მოწამლული, ავადმყოფი ადამიანები, რომელი ავადმყოფი ადამიანებიც არის ლაბორატორიაში ვირთხებად გამოყვანილი, ზუსტად ისეთი ისლამისტების რო ეძახიან ახლა რასაც აკეთებენ, ზუსტად ისეთი მოძვლეები არიან ქრისტიანობის. ხო. და ცოტა სხვანაირად შეხედეთ ამ ყველაფერს რა. და სხვანაირი თვალით დაინახეთ და კაციშვილი არ გამოდის და განცხადებას არ აკეთებს. აი მთელ მსოფლიოში არავინ ხმას არ იღებს. აი არცალია ეხლა რუსეთი დაკავებულია სხვა ამბებით, დამპყრობელია, ოკუპანტია, კი ბატონო, ჩაგრავს ისე როგორც ბიზანტია ჩაგრავდა მთელი ისტორიის მანძილზე, როცა ძალა ქონდა, ყოველთვის ჩაგრავდა ბიზანტია. და არაფერი რუსეთი არაა ჩვენთვის განსხვავებული, როგორიც იყო ბიზანტია. რუსეთი ჩვენთვის პირადად არის აღქმული ზუსტად ის ბიზანტია, რომელიც ბიზანტიაც იყო მთელი საუკუნეების მანძილზე. როცა ჭირდებოდა ავტოკეფალიასაც გვართმევდა, როცა ჭირდებოდა ტერიტორიებსაც გვართმევდა, ხარკსაც გვადებდა, გვაწვალებდა, გვაწამებდა და ესაა რუსეთი. მაგრამ მაინც მართლმადიდებლური ქვეყანა იყო და როდესაც ბიზანტია გაქრა რუკიდან, მერე რა მოვიდა საქართველოს და როგორ მოხდა შუა საუკუნეებში ერთი ქრისტიანული ქვეყანა ჩაკეტილი მთელი ამ მუსულმანური ურდოების ხელში, ხო კარგად გვახსოვს. ხო, ვისაც ისტორია წაგვიკითხია, ხო კარგად გვახსოვს. და მერე მიუხედავად ყველაფრისა უმადურები რო ხართ, ძალიან ბევრი და ისტორია რო არ იცით. რო არ შემოსულიყო რუსეთი კავკასიაში, საერთოდ დარჩებოდა ქართველიერი თუ არ დარჩებოდა. სხვათა შორის ის რაც სირიაში ხდება, საქართველოსთვის ეს გეგმა თურქეთს გათვლილი აქვს. გათვლილი აქვს ეგ ყველაფერი. და აუცილებლად იმ ვაკუუმს თუ კი კავკასიიდან, რასაც ბევრი ოცნებობს, რომ აი რუსეთი გაქრება და წავა და აი იქეთ ზღვარი ჩრდილო კავკასია, აქ თუ თურქული სამყარო შემოვიდა, აი ის რაც სირიაში ხდება, ის მონაგონი იქნება აქ. მონაგონი იქნება. კაციშვილი არ ამბობს დღეს საქართველოში იმას, რომ თურქეთმა რაც გააკეთა მთელი 10 საუკუნოვანი ტაძრები, ციხეები, სულ ყველაფერი ეს ჰესები რაც ააშენეს, დაძირეს, წაშალეს ქართული კვალი ტაოგლარჯეთიდან. რასაც მიწუდნენ. და ერთოღონმა გააკეთა თქვენმა ძმა კაცმა და რომ მიდიხართ იქ და იმაზე რა ქვია ათათურქის საფლავს რო კოცნით, ღარიბაშვილი იქნება თუ ეს ჩიჩილაკა იქნება თუ ეს იქნება თუ ეს იქნება. თავმოყარეობა რო არ გაგაჩნია. მე უკვირთ რო ისო რა ქვია რატო ლანძაო? აბა რა უნდა ვქნა ახლა ხალხი რომელიც ათათურქის საფლავს კოცნის და პატივს მიაგებს? იმას რა უნდა იყო აბა? მაშინ მიდით ერთი და თუ მაგნაირი ტრაკიანი ბიჭები ხართ, რო ჩამოვა ესა რა ქვია ათათურქი აიყვანეთ და ერთ პატივი აცემიათ აღმაშენებლის საფლავს.
მიდი, შეიტანეთ პროტოკოლში. აი, ამაში არის მთელი უბედურება და ქართველი ერის ამოსავალი წერტილი და არსებობის უმთავრესი ცხოვრების არსი და აზრი იყო მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ საერთოდ ამას არაფერს ყურადღება არ მიექციოს და ნელ-ნელა გამოიყვანონ აი ესეთი ცხოველები, რომელიც ცხოველებსაც ხედავთ თქვენ ქუჩაში. ეს ყველაფერი საერთოდ ჯამში ხდება ზუსტად იქედან გამომდინარე, რომ ის რაც იყო დაწერილი, რომ მართლმადიდებლობა არის ყველაზე დიდი დაუძინებელი მტერი დასავლური იმპერიალიზმის, ასე მიმდინარეობს და მართლმადიდებლობა არა მარტო დასავლური იმპერიალიზმის მტერი იყო, მართლმადიდებლობა იყო ისლამისთვის მიუღებელი და დაუძინებელი მტერი. ეს ოდითგანვე ასე იყო და ასე გრძელდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ რო ვაკვირდები მე ამ ლიბერასტებზე ბევრად უკეთესი ის მუსლიმანები არიან კიდე. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ამათ იმად რაღაცა მაინც წამს და ამათ არც ღმერთი წამს და არც კაცი წამს და არც ეშმაკი და არც არაფერი. კითხვა იყო იმაზე, რომ რუსეთი რატო არ შვება? ვერ შვება. რა ქნას რუსეთ? უკრაინაში ებრძოლოს 50 ქვეყანას, თავისი საზღვრები დაიცვას, თავისი ინტერესები გაატაროს და როგორ უნდა გაუმკლავდეს? როგორ უნდა გაუმკლავდეს? ვერ ახერხებს, არ შეუძლია. რა ვიცი, აბა სხვა ამას რა უნდა დაარქვა, მე ვერ ვიტყვი. არ ვიცი, საპატრიარქოც რატო არ აკეთებს არანაირ განცხადებას და საერთოდ საპატრიარქო ჩემო ძმაო, საქართველოში ქვეყნის შიგნით რა ხდება? იმაზე აქვს ეს რა ქვია, იმაზე ვერ მიუხედიათ და ვერ გაუკეთებიათ განცხადება, როცა განცხადება არის გასაკეთებელი და აგერ დავით გარეჯი ნახევარი ტრაქტორით წაიღეს და ჯაღმაიძე იმას იძახო და მაგიო შეთანხმებულია გადაცემისთვისო ისო საქართველო არაო და რას რისი გამკეთებელია? ესენი გააკეთებენ რაიმე განცხადებას იმას და ან საერთოდ ვიზრაელი ადარდებს და აინტერესებს. ჩემო კარგო, ჩვენ რას შევძლებთ და რა შეგვიძლია და ერთი პატარა ერი რო ვართ და ერთმანეთის ჭამით რო ვართ დაკავებული, ჩვენ რას შეგვიძლია და რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ეგ არის ქრისტიანობის დაცვა. და ქრისტიანობის მიმართ ხმის ამოღება, როცა ესეთი რაღაცა ხდება, განცხადების გაკეთება მაინც, რომ ეს არის მიუღებელი. რომ ამას მართლმადიდებლური ქრისტიანული საქართველო არ მიიღებს. და არა ის, რომ იქ დემოკრატიული ძალები მოვიდა სირიაში და ახლა აფხაზეთის და სამაჩაბლოს გაუქმებას მოახდენენ და ეს საერთოდ არსებობს სირია როგორც სახელმწიფო? არ არსებობს. რა აფხაზეთი, რა სამაჩაბლო? ხალხო პატარა აზზე მოდით რა, საერთოდ არ არსებობს ეს სახელმწიფო. ეს არის ერთი დიდი ურდო, რომელმა ურდომაც ჩაიგდო იქ წესები და შუა საუკუნეების მეთოდებით უსწორდებიან პირველ რიგში როგორც გითხარით ქრისტიანობას. და აი თქვენ თუ მანახებთ რომელიმე გაერთიანების განცხადებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რომ გმობს ამ ყველაფერს. პოლიტიკოსებზე არ ამაქვს საერთოდ ლაპარაკი. ესაა თქვენი დასავლეთი. გამოახლა ვიღაც ჩამოყალიბებული სირი და მეტყვის. აბა თუ არ მოგწონს დასავლეთში რატო ხარ? ტრადიციულად. ხო და მე რატო ვლაპარაკობ ამ ყველაფერს? ლაპარაკობ იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი ეს კარგია, ცუდია, ამაზე არა ლაპარაკი. ეს არის ქრისტიანობის და ქართველობის დაუძინებელი გენეტიკური მტერი. და ისტორიულად რაც დაუმართა თურქეთმა და როგორ დაგვიყვანა
12 მილიონიდან 700,000-მდე, რა ვიცი, ამის ისტორიას მხოლოდ და მხოლოდ დებილისთვის ჭირდება განმეორება და ის რომ ხვალდაზე იგივე საქართველოში არ მოხდეს ისე, ხო? მაგას ყველაფერს ფიქრი ჭირდება და პასუხის მოთხოვნა ჭირდება და ბევრი რამე. ელემენტარულად იმათი მფარველები, ვინც ახლა ამას აკეთებენ, ესენი არის სულ ყველა ერდოღანები და ესენი. და აი ამ ერდოღანებს და ამას რო შემოუშვებს საქართველოში ისე როგორცაა შემოთხრილი და თურქეთის ელჩის მოთხოვნით მე და ჩემნაირებს რო დაიჭერ, დიდგორობა არ აღნიშნო. ხო, აი ამაში არის საქმე. და ათათურქის საფლავზე რომ მიხვალ და იქ ათათურქის საფლავს ჩაკოცნი და ის რო არა ქვია ხრესილის ბრძოლის მონუმენტზე თურქს რო გადაშლი და ენას რა ქვია ტერს რო დაწერვით რომ ეს მტერი მარსიდან მოვიდა ამ თვარიდან მოვიდა ამას მიიღებ ყოველთვის და აი წარმოიდგინეთ თქვენ ის სივრცე რომელიც სივრცეც შეიძლება კავკასიაში იქნას გამქრალი აი კარგად დაუკვირდით კიდე კარგად დაუკვირდით ამას რომელ ძალთა ბალანსაც რუსული იმპერია იკავებს აი მე ნახეთ რა იქნება საქართველოში აი დიდი თურქობა და ლეკიანობა და მსგავსი რამეები აი მე ნახეთ საქართველოს საერთოდ ისე დღემდე ერთადერთი რამე ინარჩუნებს რომ დღევანდელი ქართველი ერი თუნდაც ავიცი ამას როგორ დავარქვა რიტუალებზე დაყვანილი რწმენით მაგრამ მაინც ქრისტიანი და ქრისტიანული საქართველოს სანამ იარსებებს ეს მუდამ იქნება რუსების ინტერესში რომ არ გაქრეს ეს ეთნოსი აქედან თუ არა ქრისტიანული საქართველო თუ გაქრა კავკასიას დაიკავებენ სხვათა შორის გათურქებული ქართველები ყავთ ამისთვის განსაკუთრებით მზად თურქეთში მომზადებული და თუ ვინმეს ეჭვიგეპარებათ აქაც უახლეს ისტორიას გადახედეთ 1920-21 წლებში სერვერბეგ ქართული წარმოშობის ის იყო რა ქვია მესხი რომელიც განსაკუთრებული გამაჰმადიანებული იყო რომელიც წინ მოუძღვებოდა იმას რა ქვია ათათურქის არმიას და გამაჰმადიანებული ქართველები რომლებიც ბეგები და ისინი იყვნენ რა ქვია ოღლები როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ ქართველის ხელით თურქული არმიით მაშინ ისე რა და ამას პირველად არ გვიკეთებს ჩვენ თურქეთი იგივე განმეორდება ასე გვიკეთებდა ასპინძის ომში ასე გვიკეთებდა აწყურში ასე გვიკეთებდა ხრესილის ბრძოლის დროს იქ 54,000-იანი არმიიდან 20,000 იყო თურქი თუ არა ეს 24,000 გამაჰმადიანებული ქართველი და მოღალატე ქართველები და ახალციხის ფაშები, ახალქალაქის ფაშები, ფოთის ფაშები, ბათუმის ფაშები ყველა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საქართველოზე უსევდა ქართველს ამას აკეთებდა თურქი ყოველთვის მოკლედ ძალიან ცუდი მოვლენები ვითარდება მთელი მსოფლიო არეულია საითაც არ უნდა გაიხადო ევროპაც არეულია თავიდან ბოლომდე აგარ მარტო რუმინეთი და სლოვაკეთი რა დღეშია მალე აქაც აირევა ძალიან მალე აირევა უკრაინაში რა ხდება აგერ ყველა ხედავს რუსები ომში არიან ჩართულები აქეთ სირია იქეთ მთელი ამბები მოყვება ამ ყველაფერს და აი ამ რთულ პერიოდში ხო განსაკუთრებით სიბრძნის და განსაკუთრებით ერთობის გამოჩენა არის საჭირო და მოbrunება იქეთკენ ხელახლა აი ხალხი მოსამართლე და გასაქრისტიანებელი სხვა არაფერი არ გადაარჩენს ამ ქვეყანას დამიჯერეთ მე ადამიანი უძლურია ღმერთის ხელით თუ არ ჩაირია ამ ყველაფერში ასია ეს დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და განსაკუთრებით ამ დროს ჭირდება ქვეყანას სიმშვიდის ფასი და პატარა აზრზე მოსვლა არის საჭირო და ქრისტიანებმა ქრისტიანები უნდა ნახონ და ქრისტიანული სამყარო ცალკე უნდა დადგეს ერთად ესაა სიმართლე თუ გაინტერესებთ
და ასე არის ნაწინასწარმეტყველები სხვათა შორის მეორე მოსვლის წინ. ქრისტიანული რუსეთი და ქრისტიანული სამყარო აღდგება უბედურების წინააღმდეგ, რომელი უბედურებაც ელოდება კაცობრიობას. აი ფიქრეთ ამაზე. ირანი და ისრაელი და ახლა ჩემოწმაო ესე არის, რა ქვია, საუბარი ამ ემაზე, რა ქვია, ქვეყნებზე და იქ შიგნით რამდენი შიდა დინებები მიმდინარეობს, რამდენი შიდა დინებები ხდება, რამდენი უბედურება ხდება. დამყოფი ვარ ახლო აღმოსავლეთში. და ვიცი რაცა. ეს არის დაწყევლილი ადგილი. სადაც ნებისმიერი ადამიანური ჰუმანიზმის გამოვლინება სისუსტეთაა აღქმული. და იქ სისასტიკე არავის არ უყვირს. ესეთი რაღაცები ყოველ დღე ხდება. ან ერთ ადგილას, ან მეორე ადგილას და ისეთი დაუნდობლები არიან ერთი მეორის მიმართ და არა მარტო ქრისტიანის მიმართ სიმართლე გითხრათ, თვითონ შიიტები და სუნიტები ერთმანეთის მიმართ ისეთი დაუნდობლები არიან, აი მაგალითად ეს სუნიტები ამბობენ მაგალითად, რომ ეს შტო ალავიტების შტო ქრისტიანებზე უარესი და ებრაელებზე უარესები არიან და ისინი უნდა განადგურდნენ, რწმენის მოღალატეებად თვლიან და იქ ბავშვების, ქალების, დიდების, პატარების, ამსარწმუნოებაზე მყოფი ადამიანების ამოხოცვა საერთოდ ცოდვად არ ითვლება იმ სექტებში. გვიახლოვდება ეგ ყველაფერი, გვიახლოვდება. შეიძლება ისეთი დროც დადგეს, როგორც სირიისთვის არც ალია რუსეთს, ისე არის საქართველოსთვის. აი მე ძმასთან და მეგობართან ხელახლა მოგვიწევს ურთიერთობების დალაგება და გადახედვა. კარგი მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და აი ეს უბედურება მერტ დაიფარეს უყველა ამ ყველაფრიდან.